ბათუმის მერიის და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმის ბულვარში ყავის ფესტივალი პირველად ჩატარდა. ორდღიანი ღონისძიების სტუმრებს ადგილობრივებმა ყავის მრავალფეროვანი არჩევანი, სასიამოვნო მუსიკა და გასართობ შემეცნებითი აქტივობები შესთავაზეს. ბათუმური ყავის ტრადიციის შენარჩუნების და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის ყავის ფესტივალი ზღვისპირა ქალაქში ყოველ წელს გაიმართება. სალომე შანშიაშვილი გიამბობთ. ყავის არომატმა ბათუმის ბულვარში ადგილობრივები და ტურისტები შეკრიბა. არჩევანი დიდი იყო, თუმცა ფესტივალის სტუმრებს შორის ყველაზე პოპულარული ქვიშაზე მომზადებული ბათუმური ყავა აღმოჩნდა. ბათუმი არის ყავის ქალაქი. ეს ყველაფერი რაღაცა გაერთიანა ამ ფესტივალმა და დაამატა კიდე ძალიან მაგარი შეგრძნებები ამ სივრცესთან ერთად. ყავის ფესტივალს ზღვისპირა ქალაქმა პირველად უმასპინძლა. საკუთარი პროდუქცია ადგილობრივმა მწარმოებლებმა წარმოადგინეს. მოეწყო თემატური პოდკასტებიც. უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას, ერთობა და ძალიან მაგარად ატარებს. მიხარია, რომ ესეთ ფესტივალებს ატარება. საკმაოდ მოთხოვნადი არის უგემრიელესი, წარმოებული ინდონეზიაში, იხალება და იფქვევა საქართველოში. ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. მიზანი რეგიონის ტრადიციების შენარჩუნება და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაა. ბათუმელებისთვის განსაკუთრებული რაღაცა ატრიბუტია ყავაც. ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს ქალაქი იმსახურებდა ყავის ფესტივალს. ბევრი ახალგაზრდა მწარმოებელი ყავს, რომლებმაც ეხლა დაიწყეს ყავის ბიზნესის წარმოება ჩვენს ქალაქში და ერთ-ერთი მიზანი ამ ფესტივალის ისიც არის, რომ სტარტაპერებს ხელი შეეწყოთ. მრავალფეროვანი იყო ფესტივალის მუსიკალური ნაწილიც. სტუმრების საუკეთესო განწყობისთვის ქართველმა მუსიკოსებმა სხვადასხვა ჟანრის კონცერტები გამართეს. ორდღიანი ფესტივალი ფრანგმა დიჯეიმ დახურა. ბათუმის ყავის ფესტივალი არის საუკეთესო მსოფლიოში, ისევე როგორც ქართული აუდიტორია და ბათუმის მუხტი. ქართული მუსიკა სულის მუსიკაა, ძალიან მიყვარს. ჩემთვის ძალიან ახლობელია და მარტივად შემიძლია ჩემს მუსიკასთან მისი შერწყმა. თაობიდან თაობაზე გარდამავალი ბათუმური ტრადიცია ამიერიდან განსაკუთრებული ღონისძიებით აღინიშნება. ყავის ფესტივალი არომატული სასმელის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველ წელს ზაფხულში უმასპინძლებს.